მიდი დედა. ყველა ბაღში შეიკრიბა და შენ გელოდება. წამოდი. დადეიდები. გზაში არიან 5 წუთში აქ იქნებიან. კარგი, მეც 5 წუთში გამოვალ. დედა. შენ თქვი რომ განცხადება გაქვს და ყველა აქ შეკრიბე. ყველა ახლა მე მეკითხება იქნებ, შენ უკვე ადგე. როიაშდიმ. მე მთელი კვირა წარმოვიდგენ შენი დეიდების სახეებს. განსაკუთრებით იმ ქალის, რომელსაც რესმი ჰქვია. როდესაც მე შევატყობინებ მათ ამ ამბავს. თუ შენ ჩემზე ადრეში ატყობინებ, იცოდე, მაშინ მე არა დედა, მე მათთვის არაფერი მithქვამს. ჩემი ლამაზი შვილი არავის ეტყვის. არავის ეტყვი ჩემო ტკბილო. ოჯახ. დეიდები, მიდი შვილო. სად არიან? იქ ბაღში. ახლა ჩაის გავაკეთებ და მეც მოვალ. კარგი საყვარელო. დედა, თუ ვინმე გკითხავს, უთხარი რომ გუშინ ტრავმა გადავიტანე და არ ვლაპარაკობ. მიყურე. ნუ მომასმენინებ ამ ქუჩიდან, რომ მე მხოლოდ ერთი შვილი გავაჩინე და ასეთ ცუდად აღვზარდე. კარგი დედა, მაშინ ნუ იტყვიან. ყველაზე დიდი რამ რისი თქმაც შეუძლიათ, რომ დედა ჩემის ქალიშვილი ვარ. დაიკო მოვიდა. მოგესალმები. მოგესალმები დაორესმი. საყვარელო. დეიდა შენ ძალიან კეთილი ხარ, მაგრამ რატომ და დედა ჩემი შენზე უმცროსია? შვილო, დეიდა შენი ასაკს სულიდან უყურებს და არ არის რიცხვებიდან. და ეს ჩემი ერთადერთია თვალი არ ეცეს. შვილო, მოდი დეიდასთან. ნურ, მოდი. დეიდა შენს გამო თავს გაწირავს. დეიდა შვილო, მოდი ჩემთან. ჩვენთვის ადგილი ჩრდილში დავიკავე. წამოდით. მოდი, შენც მოდი. არა შენ. ჩემი ლამაზი გოგონები, ლამაზი თვალებით და ტკბილიენით. თვალი არ ეცეთ. რუის შეხედე. ძალიან უცნაური გახდა. ასეთი რატომ გახდა? არ ვიცი. როია, შენს დეიდას მაინც მიესალმე. რა თქმა უნდა, მე ხომ გავუღეკარი. იმდენჯერ შეხვედი და გამოხვედი და დედა შენი ვერ გამოიყვანე? რძალო, არ მოკვდე, არ გასკდე. მე ვუთხარი იმ ქალს და მოვა. შვილო, თქვენ შეკრიბეთ აქ ყველა. გვითხრეს რომ რაღაცა შეგვატყობინებთ, მაგრამ განცხადება ჯერ არ არის. კარგი, მე დიასახლისი ვარ, დედა შენიც და დეიდა ასეთია? ქალი სამსახურშია, შვილო, ყველაფერი აქ გითხარი. რა ამბები გაქვთ? რა ხდება? სინამდვილეში ჩაით სივდება. პერინ. ამბობენ ადამიანები 50 წლის შემდეგ ახალგაზრდობაში ბრუნდებიან. ახლა ვფიქრობ, დაზერინ მას ისულელე არ ჩაიდინოს. რას ამბობ, რას ისულელეა? რას აკეთებ? რას ამბობ? ეს შეუძლებელია. ჩემი და ასეთი არ არის. ეს რაღაც სხვაა დაორესმი.
ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით. დასაწყისისთვის მინდა თითოეულს ინდივიდუალურად მადლობა გადავუხადო, რომ მობრძანდით. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიყვარს დაიკო. თუ ვინმე მკითხავს თუ რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება, რატომ უნდა გკითხონ? ვიტყვი რომ ეს 3 დღეა. პირველი, როდესაც ხელში ავიყვანე ჩემი პირველი ქალიშვილი რუია. მეორე, როდესაც ხელში ავიყვანე ჩემი მეორე ქალიშვილი ოიკუ და მესამე, როდესაც ვნახე ჩემი მშვენიერი ვაჟიშვილი სერკანი. მაგრამ თქვენ ვერ დაიჯერებთ, როგორც აღმოჩნდა კიდევ ერთი დღის ნახვა მომიწევს. მე ეს ვიცოდი, ხომ გითხარი ზერინ, დეიდა ზერინ, თქვენ ორსულად ხართ? დაწყნარდი. არა, რა თქმა უნდა, ღმერთმა დამიფაროს. ამის თქმას როგორ ბედავ? ღმერთო, რაღაც უნდა გავაკეთოთ. დიახ. საყვარელო დედა. ჩვენც ძალიან გსურს გავიგოთ ბედნიერი ამბავი. ხომ ასეა ჩვენო კოჩაო? ახლა კი გეუბნებით. ჩემი ქალიშვილი თხოვდება. თქვენ რა არ გიხარიათ? თქვენ რა გააკეთეთ? თქვენ რა ბიჭი მოიტაცეთ? ვის რა შეჭირდება? რუია კი არა. ოიკუ თხოვდება, ოიკუ. აპლოდისმენტები. თქვენი ჯერია. დიახ, საყვარელო. ზუსტად ახლა შენზე ვფიქრობდი. ყოველ შემთხვევაში იგრძენი საყვარელი ადამიანის წარმატება. საუბრები და შეხვედრები, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში გაწელე, შენმა საყვარელმა ამას ერთ დღეში გაართვა თავი. ეს კარგი ამბავია. მაგრამ შენ ხომ მაშინვე არ ბრუნდები სტამბულში, ჯერ ხომ ალჩატში ხარ? არა, უпростоრად კი. მე ჯერ ბევრი საქმე მაქვს ალჩატაში. საღამოს საზაფხულო სახლში წავალ. შესანიშნავია. ახლა სად ხარ? მე პორტობელო როუდში. ხო, დღეს შესანიშნავი ამინდია. ვერ დაიჯერებ. დღეს საერთოდ არ წვიმდა. ხო, მეც ძალიან გამიკვირდა. შენ საყვარელს საკონდიტროში ვიყავი და შენი საყვარელი ნამცხრები ვიყიდე. მაგრამ რაც გააკეთე, ოიკუ უსამართლობაა. ამას ჯიბრზე მიკეთებ ამ მომენტში. მაგრამ როდესაც დაბრუნდები, მეც უნდა მიყიდო. გიყიდი, ნუ ღელავ. მიყვარ ხარ. მეც მიყვარ ხარ. ალაჩატაში თუ შეიძლება. რუია, სიძე მიმზიდველია? სიძე ძალიან მიმზიდველია. შესანიშნავი ადამიანია, არა მარტო გარეგნობით. ის გულწრფელი ადამიანია. გოგონებო რომ ნახავთ, ვერც კი იტყვით რომ მდიდარია. შესანიშნავია. ერთ სახლში იცხოვრებს საყვარელ ადამიანთან. ვერც ვიჯერებ. თუ ოიკუც იქნებოდა ამაში დაინტერესებული? სწორედ ამიტომ შენ თვალს ადევნებ ერატონგის ოჯახის ანგარიშებს არა? ეს ვინღაა? საქორწინო კაბების დიზაინერი, რომელსაც ოიკო მხოლოდ სიზმრებში ნახულობს. მე შენი სიმშვიდისთვის თვალს ვადევნებ, როია. არა, ჩემმა სიძემ მთელი მსოფლიოს სიმდიდრე იშოვნა. ესე იგი, თუ ჩემს ოიკოს მოუნდება, ყველა ფერის კაბას იყიდის, რა თქმა უნდა. ღმერთო ჩემო, აი ისიც. ერთი წუთით უნდა ვუპასუხო. ვინ არის? კარგით, იცით, მე თვითონ გავართმევ თავს. თქვენ ჯობია წახვიდეთ. მივხედავ ყველაფერს. მოდით ესეც წაიღეთ. წადით. კარგით, მიდით.
პატარძალო გოგო როგორ ხარ? რას აკეთებ? დაიკო, ასე ნუ ამბობ ჯერ კიდევ უჩვეულოა. რა მოხდება თუ არ ვიტყვი? მე რა შენ სახლს დაივიწყებენ და გეტყვიან პატარძალო ჩადი, პატარძალო ადი. დაო, დედა ვინმეს უთხრა რომ თხოვდები. იცი, არ ამგონია ვინმესთვის ეთქვა. არ ამგონია. ძალიან კარგი. გუშინ ჯემს უნდა და ჩემი გაცნობა. თავისი ოჯახისთვის, როგორც კი გაიგო ყურმილი დაკიდა, გული გამისკდა, მეგონა ვიღაცას მოუყვა. არა დაიკო, არა, ნუ გაგიჟდები. ჯობია ჭკუა შეკრჩეს, გამოგადგება. კარგი, დამშვიდდი. დაიკო, შენს უკან წითელი კალათი რატომ დგას? მაჩვენე რადევს შიგნით. რას მიმალავ დაო? სწრაფად მაჩვენე. შიგნით რადევს? Ay dondu mu? Ne oldu? დაო, არ მჯერა? რა არ გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო? Ne var içinde? ყველაფერს ყურადღებით უყურე. გაჩვენე ბოღონდ გონება არ დაკარგო, წყნარად იყავი. Tamam mı? Sakin ol. არ მჯერა, ეს რა არის? არც მე მჯერა დაიკო. რა ვქნა? ეს ხომ ზეროა, მისი შეჩერება შეუძლებელია. უკვე გვიანია რა? ხო, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა გვიანია. მაგრამ გუშინ გავაგებინე და როდის მოასწრო ამ ყველაფრის მომზადება? დაიკო. გთხოვ, ამაზე ისე იფიქრე, როგორც ზამთრისთვის გადანახულ ფოთლებზე. ეს ქალი სერიოზულად გადამრევს. ოიკო. დამენახე. სად ხარ? ტაქსიში? ჩუმად. დედამ არ გაიგოს. ჯემ სიურპრიზს ვუწყობ და ხვალდილით სტამბულში უბრუნდები. დაიკო, ისე ვღელავ რომ მოვკვდები. მიდი დაიკო, მალე დაბრუნდი, ძალიან მომენატრე. ოიკო, კიდე რაღაცას გეტყვი. როცა დაბრუნდები, ჩეშმეში კოლა მიყიდე, რომელიც გვიყვარს. აქ ვეძები, მაგრამ ვერ ვიპოვნე. ოიკო, რა მოხდა? შენ გამყიდველს მიყიდი პროდუქტს. კოცნი დაიკო. Hadi görüşürüz. კარგი დაიკო, მეც კოცნი შევხვდებით. კარგად. ჩემი საყვარელი გოგო, ჩვენ შეგვიძლია ჯერ ჩემსიში შევიდეთ? დიახ, ხალბატონო.
ახალ სახლში გადასვლისას, როდესაც სახურავიდან გადააგდე წარწერა ქირავდება, შენ თქვი, რომ ქარის ბრალი იყო. კარგი ყოფილხარ თვალებისა და გულის დამპყრობელო. სიამაყემ დაგაბრმავა. თუ ჩავთვლი, რომ ისი ხელი ჩემს ხელს შეეხო. თუ შენ გახდები წვიმა, რომელიც არ დაეცემა სხვის ცეცხლზე მდაბალი კაცივით, მე შენ ჩემს ქორს არ გეძახდი. მაგრამ ღმერთო კიდევ დარჩა. საქმე როგორ არის, დაიკო? ნახვამდის. შენც მოგესალმები, ჩემი დი შეყვარებულო მეტიო. Serkan, ნუ ჭამს ხვის დატოვებულ საჭმელს, კარადაში დავდე და იქიდან აიღე. oradan ye. როდესაც ასე ვჭამ, უფრო მჟავეა და უფრო ასტროგენული გაიგე? სერკან, ახლა დანარჩენს გავრეცხავ. შენც მოგცემ და შენ გააშრე და მე ადგილზე ჩააწყვე, კარგი ძმაო. რატომ? შენ ვერ გააშრობ, დაიკო? სერკან, სისულელეს ნუ ამბობ. მე ხომ არ გითხარი, რომ ფანჯრები გაგეწმინდა. ერთ-ორ თეფს გავრეცხავ. 2-3. შენ დაბრმავდი ამ სერიალების გამო? შენ გინდა თქვა, რომ მანდ 2-3 ცალია? რამდენია მანდ? Ver o zaman. ამ შემთხვევაში ნამსხარი დამიბრუნე. ჩემს ნამცხვარს არ გავწირავ. ესეც გამორთე. რასაკეთებ, შენთვის ეს ნამცხვარი საწამლავად იქცეს. ვნახოთ მერე, კიდევ ერთხელ ხმასა უწევ და ნახავ რაც მოგივა. Ne oluyor? იყოს რაც იქნება, საკმარისია. ეს რა არის, შენთვის ვამბობ. რაც უფრო მალე გაიგებ, მით უფრო გაართმევ თავს. იმ ბავშვისგან არაფერი გამოვიდა. Bu çocuk bir yarım არსებობს გაურკვეველი გაურკვევლობა. alçalt. გოგო ხმას დაუწიეთო, რომ მეზობლები გაიგებენ, მერე ამბობენ, რომ ზერინს შვილისთვის რამის თქმა არ შეუძლია. Allah ya. დედა, რასაკეთებ? Hortumladın ya bankayı. Ne yapacaksın? თლიანად დაცალე ქილა. Canım. მე ხომ არ დავაძალებ ჩემს საყვარელ სიძეს და მის ოჯახს, რომ ცუც გამებზე ისხდნენ. ბაღისთვის ავეჯს ვიყიდი. დედა დარწმუნებული ვარ, დეიდას სიტყვების გამო აფორიაქთი. ისინი ავეჯთან მოვლენ, ოიკუსთან მოვლენ. შენ ყველაფერი იცი, ყველაფერი. ღმერთ მაქნას, რომ მალე შენი ბედით შეგხვდეს. ნახავ, შენც გიყიდი ასეთ ავეჯს. ბევრს ვლაპარაკობ. გამომყვები? არა? კარგი. მაშინ სახლში დარჩები და როგორც წესია დაალაგებ. უნდა დაგაო ყველაფერი. ხალიჩაზე და მის ქვეშაც გასაგებია. სახლი უნდა ბრწყინავდეს როგორც შუშა. წავედი, ყველაფერი მე შემრჩა. უსინდისო. დაიკო, დამელოდე, დაგირეკავ, რომ ანგარიშიდან არ ჩამოგეჭრას. დამელოდე, დაიკო. ოიკო, რა მოხდა? ცუდი ხმა გაქვს, რა ხდება? დაიკო, ქორწილი აღარ იქნება. ყველაფერი დამთავრდა, საღამოს სტამბოლში ვბრუნდები. მოიცადე, თანმიმდევრობით მომიყევი ყველაფერი. ჯერ კიდევ 2 საათის წინ დაიკო, გთხოვ ახლა ნუ მეკითხები. როცა ჩამოვალ ყველაფერს მოგიყვები, მთავარია დედა ძალიან არ აღელდეს. გავთიშავ ახლა. ღმერთო, რა მოხდა? Oldu şimdi. Eyvah. გააჩერე. ერთ საათში ისედაც ვიქნები ოფისში. გადავდოთ. რა თქმა უნდა, გადავდოთ. შეგვიძლია მომავალი კვირისთვის გადავდოთ, გინდა? ასეც ვფიქრობდი.
უკაცრავად. ლიფტი არ მუშაობს. მხოლოდ ჩვენ სტუმრებს აქვს ასვლის ნებართა ქალბატონო. დიახ, მეც თქვენი სტუმარი ვარ. შემიძლია გავიგო თქვენი ოთახის ნომერი. 10:26. კარგი. გთხოვთ, ეს თქვენი სართულია. არა, ჩემი არ არის. თქვენი ოთახის ნომერი ხომ 1026-ია. თანამშრომელს ასე უთხარით. ეს ისედაც ვიცი და კიდევ აუზზე უნდა ავიდე. ზემოთ. აუზე. კარგი, კარგ დღეს გისურვებთ. თქვენც. მაგრამ აუზო ხომ მაღლა არ არის. რა უნდა გააკეთო სახურავზე? ნახვამდის ჯემ. შენ ვერასოდეს და ვეღარაფრით შეძლებ გული მატკინო. ვერ შეძლებ თუნდაც მოგინდეს. ვერაფრით. ვერ გავთავისუფლდები შენგან და შენი ბეჭდისგან. კარგად ხარ? ახლავე მომშორდი, გიჟო. თავი. დედა. ეს რა არის? ეს უკაცრავად, ერთი წუთით შეიძლება? ეს თქვენი მანქანაა? არ შეიძლება და არ არის ჩემი. ეს რანაირი სიმშვიდეა, ღმერთო. ახლა გიჩვენებ. 34 DBB 50 მოაშორე შენი მანქანა. ეს ასე ხდება, ბატონო? მანქანას აკაჩერებენ? აბა როგორ გავიდი აქედან მითხარით გადავფრინდე? კარგი, ახლავე მოვაგვარებ. ძმაო.
დედასთან მისვლას ვერ მოვასწრებ, თქვენი ბრალი იქნება. რას აკეთებ? რა მოხდა, რა გაცინებს? გამახსენდი. შენ რუი არ ხარ? ჩემი ბავშვობის მეგობარი. დამივიწყე, ხომ გეუბნები რომ ვაგვიანებ. სწრაფად მოაშორე შენი მანქანა. ჯერ კიდევ ცხოვრობ აქ ოჯახთან. მე მეგონა რომ გათხოვდი, მაგრამ შენ ალბათ გათხოვდი და მე განქორწინებულ ხარ. მაპატია ძალიან გთხოვ. გადასვლის გამო ვნერვიულობ. საინტერესოა, ისე გამოვიყურები თითქოს მსულს შენთან ერთად ვიჯდე და გესაუბრო ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე? არ ვიცი, მაგრამ როდესაც დავინახე სახეწარსულიდან ეს ბავშვობა კიტას გავს, იცი? ღირს ერთხელ ქარს დაემორჩილო. დროზე გაიყვანე. მომიყვანე აქ სულელივით. მაინტერესებს. ვერ დანდი და დამშვიდი გთხოვ. გაიგებ რა თქმა უნდა თუ რამე მოხდება. თუ შესაძლებელია თავის რენტგენის გადაღება სადაც იხარ. მე უბრალოდ თავი მივარტყი შენი დამსახურებით. ისე რომ მოიქცევი თითქოს თავზე შუშა ჩამომემსხვრა. გეუბნები კარგად ვარ. ექიმს უფრო კარგად ესმის ძვირფასო გასაგებია. ეს ექიმს უფრო ეწოდება. ოჰო, ექიმს კარგი, მაშინ მოვიდეს ექიმი თქვას რომ კარგად ვარ და წავალ. კარგი? კარგი. დიახ. სერიოზული არაფერი სჭირს. თქვენი თავი კარგადაა, შეგიძლიათ წახვიდეთ. დიდი მადლობა ექიმო. დამელოდა ერთი წუთით. როგორ თუ ამ მდგომარეობაში გავუშვებთ? გავუშვებთ რა პრობლემაა? ექიმი მოვიდა და თქვა რომ ყველაფერი კარგადაა, შემიძლია წავიდე. ბატონო ექიმო, შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ? დიახ, მიდით გთხოვთ. ახლა გავგიჟდები. მისმენით ექიმო, მართლა ვერ არის. ნახევარი საათის წინ თავის მოკლას აპირებდა. სახურავზე. გიჟია, სპეციალისტს უნდა მივმართოთ. ადრე უნდა გეთქვა ჩემთვის. მოდი ასე ვქნათ. ახლა საავადმყოფოში დავრეკავ რომ წაიყვანონ. გთხოვთ. ერთი წუთით. სადმე დიხარ? იქნებ გამიშვა საქმე მაქვს. არ გაგიშვებ. როგორ თუ არ გამიშვებ, რა ხდება ბატონო ექიმო? ქალბატონო წასვლის უფლებას ვერ მოგცემთ, ის მართალია. როგორ თუ ვერ შეძლებთ, ახლა ხანს ისე არ მითხარით, შემეძლო წავსულიყავი. იმისთვის რომ დავრწმუნდეთ რომ ტრავმა არ გაქვთ, ჩვენ უნდა დაგდოვოთ აქ რამდენიმე დღე ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ. ნახევარი საათით ლობიში დაისვენებ და ახალგაზრდა თქვენს გვერდით იქნება. მისი ჯანმრთელობისთვის. დიახ. ნახევარი საათი. კარგი. 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 ღმერთო ჩემო. ეს მოსახერხებელია, მე მომწონს. მიდი რუია. ახლა ქალი უნდა გადაიბირო. კარგია შვილო, კარგი ფასდაკლება გაგვიკეთე. გეფიცები, ყველა საქმე მოვიყვან ჩემი გარემოცვიდან. დედა. დედა. არ გააკეთო ეს. რა? უფრო კარგს გიყიდი ინტერნეტით, კარგი? ჩემო მშვენიერო შვილო, განაცეთი უგუნური ვარ, რომ რამე ინტერნეტით ვიყიდო. სანამ თვითონ არ ვნახავ, იქნებ დეფექტები აქვს. ასეთი მდიდარიც არ ვარ, რომ იაფი ვიყიდო. ისეთი მდიდარიც არა რომ ძვირი ვიყიდოთ. გაჩუმდი. ჩემი აზრით არც ისე მდიდრები ვართ. ის მართალია. მიდი შვილო, 3500-ად გამიკეთე ვიყიდი და წავალ. 3500? დედა რა 3500? დაო. 5000-იან საქონელს 3500-ად როგორ ყიდი? ასე არ მოიქცე. არ არის საჭირო. სწორად ვერ გაგიგებენ და ხელფასიდან ჩამოგაჭრიან. შვილო, ნუ მაიძულებ რომ დაგჩქმიტო. ქალბატონო, თქვენი შვილი მართალია. მაქსიმუმ შემიძლია 4250-მდე დაგიკლოთ, ისიც ნაღდი ფულით. მართალს ამბობთ, ესე იგი არ გვაწყობს. წავიდეთ დედა, ნახვამდის. აიღეთ ეს საღამოს მოგიტანთ. დედა, ნუ გააკეთებ ამას. ჩემო დედიკო. ჩემო ლამაზო, ჩემო ერთადერთო.
ჩემო სულო, დედიკო, არ ღირს. მე უფრო კარგს გიყიდი, კარგი? რუია, ჩემ საქმეს აქ მოვაგვარებ, მერე იოკუსთვის კაბას ვიყიდი, შენ სახლში მიდი და იქ შევხვდებით. ნუ მაღიზიანებ, შვილო. წადი. დაუჩქარე. წადი. შვილო, გეფიცები ძალიან მომეწონა. ცხოველი. შენ თუ გინდა მშვიდად დაელაპარაკე, მე გავა. რა თავხედი და თვალთმაქცი ადამიანი ხარ. როგორ ბედავ დარეკვას. საინტერესოა, კიდევ რისი თქმა შეგიძლია ჩემთვის. გამარჯობა, მარტივ სამსახურს გისურვებთ. მინდა გითხოთ, რა დროს არის ადრეული ფრენა სტამბოლში? 2 საათნახევარში? შესანიშნავია, მადლობა. ერთი წუთი, სად მიდიხარ? საკმარისია უკვე, მივდივარ. შენ ალბათ დაგავიწყდა ექიმის სიტყვები. კიდევ 20 წუთი უნდა იყო აქ. გინდა ეს თუ არა? როცა გეტყვიან რომ კარგად ხარ, შეგიძლია წახვიდე სადაც გინდა. მოდი დავნიძლავდეთ. აქ არ დავრჩები. დარჩები. დამიჭირე და მაშინ ვნახოთ. რას აკეთებ, გამიშვი? დიახ, გაგიშვებ და მერე სახურავზე ახვალ და გადმოვარდები. როგორ გადმოვვარდე, რა სახურავი გიჟი ვარ? თუ იტყუები, მაშინ მინიმუმ უნდა გამოიყურებოდა ისეთი თქოს ამის გჯერა. მე რომ არ ჩავრეულიყავი, ალბათ ახლა. ერთი წუთით. შენი ფიქრე რომ სახურავიდან უნდა ჩამოვარდნილიყავი და ამიტომ დამახტი პანტერასავით? საიდან ვიცი? ადამიანმა ტერასაზე რა უნდა გააკეთოს? მაგალითად, აიღოს ბეჭედი და გადააგდოს, რომ შემდეგ აღარასოდეს ნახოს. ღმერთო. ღმერთო. რა ხდება? ჩვენკენ რატომ მოდიან? არაფერი, მეგობრებო, მე თქვენ დაგიძახეთ, მე რას ნიშნავს თქვენ დაუძახეთ? გაუგებრობა მოხდა? ჯერ გონს მოდით. ხელები მომაშორეთ? მეგობრებო, გაუგებრობა მოხდა. რა ხდება? ერთი წუთით გეუბნებით, რომ გაურკვევლობა მოხდა, ქალი კარგადაა. ნუ მეკარები, ხელები მომაშორეთ. რა ხდება? გითხარით, არ მომეკაროთ მეთქი. რამე გააკეთე, უთხარი. ერთი წუთით შეგიძლიათ გაუშვათ. გეუბნებით, ქალბატონი კარგადაა. ყველაფერი რიგზეა. ბატონებო, ერთი წუთით. დაბრუნდით. Darısı başımıza inşallah derken 41 kere maşallah derken tam da aradık გამიშვით, რას აკეთებთ? her şey alt üst oldu birden. მაპატიე. ეს არის შენ მიერ აგებული საკომუნიკაციო სისტემა. Sonucu bu mu yani? ძალიან კარგად მივხვდი, როცა გითხარი. მაგრამ წინს 2 წუთი დაგელოდა. ისედაც მოვაშორებდი მანქანას. მიყურე. შენ ხომ არ დააზიანე მანქანა? საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხარ, მარტო ნერვების მოშლა შეგიძლია. Halin yok. დიახაც. ვერ მენდობი. ძალიან სახიფათო ვარ.
გეშინოდეს ჩემი. რას აკეთებ? რუია? რუია. რუია. გასაღები მომეცი. მანქანა შუა გზაზე დარჩა. რუია. რას აკეთებ? გასაღები მომეცი, მანქანა შუა გზაზეა. პედაგოგიკის დონეს ვამაღლებ. 101 რომ შეძლო თვითონ განიცადო შენი ცუდი საქციელი. ბავშვი ხარ? მომეცი უკვე გასაღები რუია. რუია. რუია, რა რუია? ვცდილობ ჩემი სახელი ისწავლო? შეგიძლია ეს კარი გამიღო. რუია. რა მოხდა? გოგოს კარზე რატომ აბრახუნებ? გაგიჟდა ბავშვობაშიც ასეთი იყო. ჩემი გასაღები აიღო და არ მიბრუნებს. რუია, კარი გააღე. აქ დამელოდე, არ საწახვიდე. უკანა მხრიდან შევალ. რა უნდა გააკეთო? ნუ მაშინებ. რა მოხდა? მოიცადე მკვეთრად ნუ მოძრაობ. პრობლემა აღარ არის, ჩემს ოთახში ხარ. რა მოხდა? შენ დაუძახე იმ ადამიანებს რაღაც თვითმკვლელობაზე საუბრით, არა? შენს გამო ვარ ასეთ მდგომარეობაში. დიახ, მე ვუთხარი, მაგრამ სხვის საქმეში რატომ ერევი გიჟი ხარ? გაიწიე, ჩემი ჩემოდანი სად არის? საოცრება თუ გინდა, სხვა ადამიანების საქმეში რატომ ერევი? ჩემი ჩემოდანი სად არის? აღარ ჩაერიო სხვების ცხოვრებაში, გასაგებია? შენ ვინ ხარ საერთოდ? მოიცადე და გეხმარები. გაუშვი, თავი დაანებე. შენი დახმარება არ მჭირდება, მეყოფა. ჩემი ჩანთა სად არის? გაგიჟება შეიძლება. რუია. რუია. გასაღებს ავიღებ და წავალ. გამარჯობა, 20 წუთში ერთ ადგილას უნდა ვიყო, შეიძლება ტაქსი გამოვიძახო? არ მინდოდა შენთვის პრობლემები შექმნა. ტაქსი მოდის უკვე. მანქანა აქ იქნება 10 წუთში, ქალბატონო. მომისმინე 10 წუთი ძალიან ბევრია, რეის ვერ გამოვტოვებ. ახლა დამთავრდება სამუშაო დღე და ეს პრობლემურია. მე წაგიყვან. მისმინე, თუნდაც ტაქსი დროულად მომიდეს ვერ მოასწრებ. უარს ნუ მეუბნები მხოლოდ იმის გამო, რომ ბრაზდები. კარგი. შენ ჩემი ყველაზე მშვენიერი სიზმარი ხარ. შესანიშნავია. სად არის გასაღები? ეს რა არის? ღმერთო. არანორმალურია. გულწრფელად. არ გამეკვირდება თუ აქ კიდევ ადამიანის გვამია. ვინ არის ეს გოგო შვილო, იცნობ? არა, მაგრამ გავიცნობ. ყოჩახ. რა მოხდა ლამაზო გოგო, ვისეძებ? აი, იქ გადავდივართ, უბრალოდ დღეს გადმოვედით. სახლში ვინმე არის? წყალი დაგჭირდა, მაგრამ კარს არავინ გვიღებს. გილოცავთ შვილო, ჯანმრთელად იცხოვრეთ. ამ გოგოს მანქანა აქ არის საწავი და თუ გინდა წავალ და წყალს მოგიტან. თუ გინდა სახლამდეც მოვიდან. გინდა? იყოს თვითონ მოვაგვარებ. მე სერკენა ვარ. მოდის ვიხდი. მერიემი.
სასიამოვნოა.